რა არის ტომაჰავკები და როგორ შეცვლის ის რუსეთ-უკრაინის ომს? სოფლიო მედია აქტიურად განიხილავს ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ცნობილ განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის შორი მოქმედების რადიუსის რაკეტების ტომაჰავკების მიწოდება დაანონსა. ტრამპი დაემუქრა რუსებს, თუ რუსეთის სამწლიან ომს მალე არ დაასრულებს, ის ტომაჰავკებს უკრაინას გადასცემს. ამ ტიპის იარაღის უკრაინისთვის მიწოდების საკითხი ადრეც განიხილებოდა და კიევმა ისინი 2024 წლისთვის მოითხოვა, თუმცა იმ დროს თანხმობა არ მისცეს. ახლა კი ეს შეიძლება შეიცვალოს, როგორც ირკვევა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც ამერიკას უფრო ძლიერი იარაღი, მათ შორის ტომაჰავკების თხოვა. როგორც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, შეერთებული შტატები რაკეტებს პირდაპირ უკრაინას არ მიჰყიდის, არამედ მიაწვდის მათ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას ნატოს, რომელსაც შეუძლია შემდეგ ისინი უკრაინელებს გადასცეს. ტრამპმა თქვა, რომ დიახ, შეიძლება ვუთხრა მას, იგულისხმება რუსეთის პრეზიდენტი. თუ ომი არ შეწყდება, შეიძლება ეს გავაკეთოთ. შეიძლება არა, მაგრამ შეიძლება გავაკეთოთ. სურს თუ არა რუსებს, რომ ტომაჰავკები მათი მიმართულებით წავიდნენ. არა მგონია, ესეც ტრამპის სიტყვებია. მანამდე გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტომაჰავკის რაკეტის მიწოდებაზე სანამ დათანხმდება, მას სურს იცოდეს, როგორ გამოიყენებს კიევი მათ, რადგან ტრამპს არ სურს ომის ესკალაცია. მოგვიანებით ზელენსკიმ ახსენა, რომ უკრაინელები ტომაჰავკებს მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებენ და რუსეთში მშვიდობიან მოსახლეობას არ დაესხმებიან თავს. ჩვენ არასდროს ვესვრით მშვიდობიან მოსახლეობას, ეს არის დიდი განსხვავება უკრაინასა და რუსეთს შორის. სწორედ ამიტომ თუ შორმანძილზე მოქმედ რაკეტებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ სამხედრო მიზნებს ვგულისხმობთ, თქვა ზელენსკიმ. და რა არის ტომაჰავკი? ტომაჰავკის ტიპის რაკეტა არის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა, რომლის გაშვებაც როგორც წესი ზღვიდან ხდება. ის გამოიყენება მტრის ტერიტორიულ სიღრმეში სამიზნეებზე თავდასხმისთვის. ტომაჰავკის მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია, სიგრძე 6.1 მეტრი, ხოლო წონა დაახლოებით 1510 კილომეტრი. ტომაჰავკებს, რომელთა საშუალო ღირებულება თითოეულის 1.3 მილიონი დოლარია, გემებიდან ვერტიკალურად უშვებენ, თუმცა მათი ჰორიზონტალური გაშვებაც არის შესაძლებელი. წყალქვეშა ნავებზე არსებული ტორპედოს მილებიდან ან წყალქვეშა ნავის კორპუსზე მიმაგრებული გარე გამშვები მოწყობილობებიდან. გაშვების ფაზაში რაკეტა მყარ საწვავს იყენებს. უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის რაკეტების მიწოდებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააფართოვოს მისი დარტყმითი შესაძლებლობები. ტომაჰავკები მას საშუალებას მისცემს დაარტყას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ სამიზნებს, მათ შორის სამხედრო ბაზებს, ლოჯისტიკურ ცენტრებს, აეროდრომებს და სამეთაურო ცენტრებს, რომლებიც ამჟამად უკრაინისთვის მიუწვდომელია. ტომაჰავკის რაკეტები პირველად 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის დროს ოპერაცია უდაბნოს ხარისხლის ფარგლებში გამოიყენეს. იმ კონფლიქტის დროს ამერიკამ ტომაჰავკების გამოყენებით გაანადგურა ისეთი სამიზნეები, როგორიცაა რაკეტების სამეთაურო და კონტროლის ცენტრები, ერაყის პრეზიდენტის სასახლე ბაღდადში და ასე შემდეგ. ამ რაკეტის შემუშავება გაცილებით ადრე 1972 წელს დაწყებულა. დღეს რაკეტა ისევ მოქმედებაშია. მოდერნიზებული ვერსიები 2025 წლის ზაფხულში ირანში ამერიკის სამხედრო ოპერაციის დროს გამოიყენეს. ამერიკამ და მოკავშირე ძალებმა GPS-ის მხარდაჭერით აღჭურვილი ტომაჰავკი იემენში ჰუსიტი ამბოხებულების პოზიციებზე შეტევისთვის გამოიყენეს. მოდი დავუბრუნდეთ რუსეთ-უკრაინის ომს. უკრაინას დარტყმებისთვის რამდენიმე პრიორიტეტული სამიზნე აქვს. უპირველეს ყოვლისა ეს არის სამხედრო აეროდრომები. ჩვენ ადრე არაერთხელ ვახსენეთ სხვადასხვა ვიდეოებში, რომ რუსული ავიაცია ბაზირებული იყო ათობით აეროდრომზე, რომლებიც მდებარეობს უკრაინის საზღვართან ახლოს და ატაკამსის, შტორმ შედოუს და სკალპის რაკეტების მოქმედების რადიუსში. თუმცა თავდაპირველად კიევს არ ჰქონდა ასეთი რაკეტები. მერე რაკეტები მისცეს, თუმცა არ მისცეს ნებართვა. გამოიყენებინათ ეს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. მერე როდესაც ნებართვას მისცეს, თვითმფრინავები უკვე სხვაგან იყო გადაყვანილი. ახლა რუსეთის სტრატეგიული ავიაცია უკიდურეს დისტანციაზე ყავთ და უშუალოდ შეტევის წინ გადმოყავთ რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში. ტომაჰავკის რაკეტები კი ცვლის თამაშის წესებს, რადგან დიდი რაოდენობით აეროდრომები, რომლებზეც რუსული ავიაციაა განთავსებული, მოქმედების რადიუსში არიან. მეორე საკითხია დიდი იარაღის აწყობები. წარმატებულმა დარტყმებმა შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი რაოდენობის ჭურვების განადგურება, მაგალითად, ასე იყო ტოროპედზე თავდასხმის დროს. განადგურდა რუსული არტილერიის ჭურვები, საბრძოლო მასალა, გრადის, S-300-ის, S-400-ის რაკეტები, ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები, ასევე ჩრდილოეთ კორეული რაკეტები. ამერიკის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების წყალობით ასეთი დარტყმების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რაც რუსეთს აიძულებს შეამციროს შეტევის ინტენსივობა.
ასევე პოტენციური სამიზნეები იქნება სამხედრო ობიექტები და ინფრასტრუქტურა. დღეს უკრაინა განუწყვეტლივ ურტყამს ქარხნებსა და საწარმოო ობიექტებს, რომლებიც რუსული სამხედრო მანქანისთვის მუშაობენ. აწარმოებენ რაკეტებს, დრონებს, თვითმფრინავებს და სხვა ტიპის იარაღის კომპონენტებს. შორი მოქმედების რაკეტების ხელმისაწვდომისა და მათი საკმარისი რაოდენობის პირობებში შესაძლებელი გახდება დარტყმების სიხშირისა და სამიზნეების გაზრდა. და ბოლოს, სამხედრო ტექნიკა, როგორიცაა რადარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და გამშვები დანადგარები. ტომაჰავკები მაღალი სიზუსტის რაკეტებად ითვლება და მათ შეუძლიათ შედარებით მცირე სამიზნეებზე შეტევა. ამ რაკეტის უნიკალური თავისებურება ის არის, რომ ის ძალიან მოქნილია. მისი გადამისამართება ფრენის დროსაც შეიძლება, რაც ნიშნავს იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში სამიზნეების შეცვლა გაშვების შემდეგაც შეიძლება. რაკეტა სწრაფად დაფრინავს დაბალ სიმაღლეზე და შორ მანძილზე. ასაკის მიუხედავად, ტომაჰავკი კონკურენტ უნარიანი რაკეტაა. მას შეუძლია რამდენჯერმე უფრო შორს იფრინოს, ვიდრე შტორმ შედოუს ან სკალპს. ტომაჰავკის მოქმედების რადიუსი რუსული კალიბრის რაკეტის დიაპაზონს შეესაბამება, რომელიც 1500 კილომეტრიდან 2500 კილომეტრამდეა. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ახალ რაკეტებს, როგორიცაა შტორმ შედოუ, სკალპი, ჯასმი, უკეთესი სტელ შესაძლებლობები აქ, ანუ უკეთესად იმალება, ამჟამად ტომაჰავკის ახალი ვერსია შემუშავების პროცესშია, რომელიც ამ ასპექტსაც გააუმჯობესებს. არსებობს ტომაჰავკის როგორც ხმელეთიდან, ასე ზღვიდან გამშვები სისტემები. აქვე უნდა ვთქვათ, რომ რუსებს ტომაჰავკებთან ურთიერთობა უკვე გამოუცდიათ. ეს მოხდა 2017-18 წლებში, როდესაც ამერიკამ სირიის სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. იმ დროს რუსები ამბობდნენ, რომ მათ მოახერხეს რაკეტების ტრაექტორიის მასიური ჩაჭრები. თუმცა დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გაშვებული იარაღის უმეტესობამ დასახულ მიზანს მიაღწია. ასეთი რაკეტებისგან წარმატებული დაცვა მოითხოვს დაბალი სიმაღლის რადარების სისტემების მჭიდრო ქსელს, მონაცემთა სწრაფ გადაცემას და მაღალ კოორდინირებულ საჰაერო თავდაცვით რეაგირებას. პირობებს, რომელთა მიღწევაც რუსეთმა და სირიამ ვერ შეძლო. ისეთი სისტემები, როგორიცაა S-400 და პანცირი, ტომაჰავკის კლასის ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად ისევ უეფექტოა. კოორდინირებული გაშვების დროს კი, როდესაც ერთდროულად რამდენიმე რაკეტა მიფრინავს, საჰაერო თავდაცვის სისტემები კიდევ უფრო იტვირთება და საერთოდ შეუძლებელია შემტევი რაკეტის ტრაექტორიის გამოთვლაც კი, ვინაიდან მოფრინავს ძალიან ბევრი რაკეტა, დრონი და ასე შემდეგ. ხშირად ისმის შეკითხვა, როგორ მოახერხებს უკრაინა ტომაჰავკების გაშვებას. ამ ტიპის რაკეტებისთვის ახალ შემუშავებული სახმელეთო გამშვების სისტემები არსებობს, თუმცა ამჟამად ეს ტექნოლოგია მხოლოდ ამერიკას აქვს. სახმელეთო გამშვების სისტემების შემუშავება 2019 წელს საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების დაშლის შემდეგ დაიწყო. ამერიკა-რუსეთის შეთანხმება კრძალავდა 500-დან 5500 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სახმელეთო რაკეტებს. ტომაჰავკები გასაგებია, მაგრამ უკრაინა თავად თუქმნის ახალ შეიარაღებას. უკრაინა მხოლოდ დასავლური იარაღის იმედზე არაა. სადღესოდ უკრაინა გადაიქცა სამხედრო მანქანად, ქმნის ახალ ტექნოლოგიებს, ახალ იარაღს და მტერს ეფექტურად ებრძვის. მაგალითად, აგვისტოში უკრაინამ წარმოადგინა თავისი ახალი ფრთოსანი რაკეტა სახელწოდებით ფლამინგო, რომლის მოქმედების რადიუსი, როგორც ამბობენ, 3000 კილომეტრია, ხოლო ქობინი 1150 კილოგრამს იწონეს. ამ კვირის დასაწყისში უკრაინამ წარმოადგინა ასევე ნეპტუნის ფრთოსანი რაკეტის ახალი ვერსია, რომელსაც როგორც ჩანს ფრენის მანძილის გასაზრდელად საწვავის ავზის დამატებები აქვს, თუმცა გაურკვეველია რამდენად შორს შეუძლია მას ფრენა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორივე იარაღი უკვე ტანდემში გამოიყენეს. სამიზნეები ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ბოლო კვირის განმავლობაში არ დავაკონკრეტებ რა რაოდენობით ჩვენ რაკეტების წყვილი, ნეპტუნი და ფლამინგო გამოვიყენეთ. არ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ წვლილს მასობრივად ვიყენებთ, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს გამოვიყენებთ და ამ იარაღის პირველი ხელშესახების შედეგები არსებობს, თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვიდეოს ბოლოს კი ჩამოვთვალოთ ყველა რაკეტა, რომელიც ამჟამად უკრაინას აქვს. ამჟამად უკრაინის ხელშია რამდენიმე ადგილობრივი წარმოების და დასავლეთის მიმოწოდებული შორი მოქმედების რაკეტები. ფლამინგოსა და ნეპტუნზე უკვე ვისაუბრეთ. სხვა შორის ნეპტუნი უკრაინამ 2015 წელს შეიმუშავა, თუმცა მაშინ ნეპტუნი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა იყო. ამ ომის დროს კი მისი მოდიფიკაცია მოხდა. ამის შემდეგ კი ნეპტუნით მტრის სახელმწიფო მიზნებზე შეტევა გახდა შესაძლებელი. მომდენო რაკეტაა ჰარპუნი, რომელსაც ამერიკაში ბოინგი აწარმოებს. ჰარპუნის გამოყენება ყველანაირი ამინდის პირობებში შეიძლება. ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაა, რომელიც იყენებს აქტიურ რადარულ თვითმართვადობას. მისი გაშვება შესაძლებელია გემებიდან, წყალქვეშა ნავიდან, თვითმფრინავებიდან ან სანაპირო ბატარეებიდან. მისი მოქმედების რადიუსი 75 საზღვაო მილია. მომდენოა ატაკამსი, რომელსაც ამზადებს Lockheed Martin
დაახლოებით 4 მეტრის სიგრძის ატაკამსი საშუალო რადიუსის ტაქტიკური ტიპის ბალისტიკური რაკეტაა. მისი მაქსიმალური დიაპაზონი 305 კილომეტრია. მუშაობს მყარ-საწვავზე. ატაკამსის გაშვება შესაძლებელია M270 მრავალჯერადი გამშვები რაკეტის სისტემიდან MLRS ან M152 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემიდან, ანუ HIMARS-დან. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს ევროპული წარმოების Storm Shadow რაკეტები. ამ თოსანი რაკეტების მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრია. ასე, ეს არის ძირითადი რაკეტები, რომელიც უკრაინას ამ ეტაპზე აქვს. ამას ემატება დრონები, შედარებით მოკლე რადიუსზე მოქმედი არტილერია და ასე შემდეგ. თუმცა ტომაჰავკები მაინც სხვაა და როგორც ტრამპმა თქვა, უკრაინელებს სურთ, რომ ტომაჰავკები ჰქონდეთ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და მომდევნო კვირებმა შეიძლება განსაზღვროს, მიაწვდის თუ არა ამერიკა უკრაინას ტომაჰავკებს. თუ მზარდი გლობალური ზეწოლის ქვეშ უკან დაიხებს, რათა თავიდან აიცილოს უფრო ფართო მასშტაბიანი კონფრონტაცია. შენ კი თუ აქამდე მისმენდი, გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო. დიდი მადლობა.